ბოდიში რა მკითხეთ? EASO-ზე ვინ მახსენდება ყველაზე კარგი მომღერალი? ელენე ბაბილოძე. ბატონო? BASO-ზე ბაბილოძე ელენე. მაშა სადამე მიეგებეთ ჩვენი სტუმარია მომღერალი ელენე ბაბილოძე. დედა როგორი ლამაზი გოგონა მოგზადა ჩვენთან. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ გიკითხოთ პატივისცემი, როგორ ხასიათს, რა ლამაზი ხართ? დიდი მადლობა. ძალიან კარგად გამოიყო, ელეგანტურად, ეს ხელჩანთაც როგორ გამშვენებთ, ძალიან ლამაზი. არ მეგონა აპლოდისმენტების ღირსია ეს ყველაფერი. ესე იგი, თქვენ საიდან მოგზავნით ჩვენთან ელენე? მე მოვედი მარნეულიდან. შესანიშნავი ამბავია. რა ხდება მარნეულში? შვიდობა? შვიდობა არის, სილამაზე არის, მაგრამ ეხლა გზები კეთდება. აჰა, კარგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, მაგრამ არ უნდა ოღონდ მაგას. ეხლა რა მინდა გთხოვოთ წინასწარ, ხო შეიძლება რომ გთხოვოთ. მე ძალიან წარმატებული რომ გახდები, ხო, რა არიცი რომ როგორ დაიწყო თქვენი კარიერაო და რაღაცას რო შეგეკითხებიან. გეხვეწები სადმე, ეხლა მეც არ დამივიწყო და ჩემი სახელიც აღწევი, კარგი? რა თქმა უნდა. კი ბატონო, აი, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, წინასწარ მადლობას გეუბნებ. სკოლაში თუ დადიხართ? რა თქმა უნდა. ხო, პრინციპში რაღაცა უცნაური შეკითხვა, რა თქმა უნდა, სკოლაში დადის ელენე და მოგწონს. რა თქმა უნდა, მიყვარს სკოლა. აი ეგ არ იყო სწორი პასუხი. რატო? რა ვიცი, სწორი პასუხია ეგ ნამდვილად? ნამდვილად გიყვარს სკოლა? კი. კარგი, ესე იგი შენ გიყვარს დილას ადგომა, მეცადინეობა. დილას არ დგები. მეორე ცვლაში დადის ბავშვი. ხედავ როგორი ჭკვიანური გადაწყვეტილება მიუღია. შესანიშნავია. მეცადინეობა გიყვარს? როცა მეზარება არა და ესე იგი დილას ადგომა არ უყვარს და ამიტომ მეორე ცვლაშია. მეცადინეობა არ უყვარს, მაგრამ სკოლა მაინც უყვარს. რაღაცას სადღაც მატყუებს და ვერაფერს. მეგობრებთან ერთად მიყვარს და გაკვეთილებს ეჯდობა. რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად ყოფნას რა ჯობია. ბევრი მეგობარი ყავს? მთელი ჩემი კლასი ჩემი მეგობარი არის. შესანიშნავია, ისინი მღერიან? შენ მღერი მათთვის დარწმუნებული ვარ. დიახ. აი ასე. მოდი, ბარემ, მითხარი ახლა, შენ ვინ გინდა რომ გამოხვიდე? მე მინდა მომღერალი გამოვიდე და ჩემი ჰონორარით გახსნა პატრონო ცხოველების თავშესაფარი. რა მაგარი ამბავია. იცი რა არის? ჰონორარი აუცილებლად გექნება, წარმატებაც აუცილებლად გექნება და მომღერალი უკვე ხარ პრინციპში და შესაბამისად, რადგან ასეთი სურვილი გაქვს, ესე იგი შენ ცხოველები ძალიან გიყვარს. გიждდები ყველა ცხოველი მიყვარს. აი, როგორი მაგარი გოგა. ყავს რო ცხოველების? კი, მყავს, ფაცი ქვია, პატარა შავი კატა არის. კატა ყავს? კატა. ხო, ფაცი ქვია? ფაცი ქვია. ერთი ყავს? სახლში არის თქვენთან? არა, ეზოში არის. ეზოში არის? იცი რა კენი? მეორე ფისო მოიყვანე და ფუცი დაარქვი. და ფუცი გეკრება ცოლმოდა. ყავდა, მაგრამ გაიქცა. გაიქცა იმას ფუცი ერქვა? არ ერქვა. გეუბნები, მოიყვანე მეორე და ფაცი ფუცი. თუ გინდა რომ გქონდეთ, სულ გეკრებათ ფაცი ფუცი იქ. შვენიერი ამბავია. ძაღლებს რა სერჩი? გიждდები ძაღლებზე უბრალოდ ქათმებს გვიჭამენ ხოლმე. კარგი, ესე იგი ქათმებიც ყოლიათ. მას შემდეგ რაც ძაღლი აღარ არის თქვენთან სახლში, ქათმებიც არიან, ხო და? დიახ. შესანიშნავი ამბავია. ქათმებს არა მარტო ძაღლები ჭამენ, სხვა შორის ჩვენც არა გვიშავს რა. მე როგორც გავიგე, ეს ინფორმაცია მოვიდა, მაგრამ ისედაც გეტყობა, რომ შენ ძალიან გიყვარს პრანჭვა. კი. მართალია? მართალია. როგორი პრანჭები ხოლმე? უმეტესად პომადებს ვისმენ ხოლმე და ბლესკებს. რა სლაპარაკო, სკოლაშიც? დიახ. რას მეუბნე მართლა? თუმცა სიას რო კითხულობენ, ბაბილოძე და იახ მასე. არა, მასე არა, დასვენებებზე. დასვენებაზე შეიძლება, რა თქმა უნდა, მე ხო ვამბობდი. თუ გინდათ რომ მაკიაჟი გაიკეთოთ სკოლაში, აუცილებლად დასვენებაზე. დასვენებაზე გაკვეთილზე არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაიმახსოვრეთ ყველა პატივცემი. ახლა მითხარი დაანძმა თუ ყავს შენ. პატარა და მყავს. აქ ხო არ არის? აქ არის. აბა. ვარდისფერ კაბაში. ვარდისფერ კაბაში. ვერ ვხედავ. აი, ვაიმე, ვარდისფერ კაბაში. დედა რა სილამაზეა, რა ქვია დას? ლიზა. ლიზა, საოცარი გოგო, ტაში და აპლოდისმენტები. დედა რა ლამაზი გოგოა, ის თუ მღერის?
სიმღერა უყვარს. ეყარე, აი პრანჭვა რო უყვარს უკვე ვხედავ და ძალიან ძალიან უყვარს. შენზე მეტად? ჩემზე მეტად. რას ლაპარაკობ? სიმღერაც ცოტა-ცოტა გამოსდის როგორც მივხვდი. კიდე ვინ მოვიდა შენთან ერთად? ჩემი დეიდაშვილი ნიკა და ჩემი საუკეთესო მეგობარი სესილი. აბა სად არიან? გამარჯობათ, მოგესალმებით. აი დედა და მამაი. აა კუთხეში. ზუსტად ის რო დადგა პატივცემული საზოგადოებამ, რომ ელენეს სიმღერას მოусმინოთ, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ყველა გვეთანხმება, ამიტომ გთხოვთ ელენე სცენას. Sometimes I wonder where I've been, who I am, do I fit in, make believing is hard alone, out here on my own. Always proven who we are, always reaching for that reason star to glide me far and shine me home out here on my own. But when I'm down and feeling blue, I close my eyes so I can be with you. Oh, baby, be strong for me, baby, belong to me. Help me through, help me need you. Sometimes I wonder where I've been, who I am, do I fit in? I may not win, but I can be stronger. ბრავო! ბრავო! უფრო მეტი აპლოდისმენტები გჭირდება. ჩვენს წინაშე იყო ელენე ბაბილოძე, აპლოდისმენტები. და რა თქმა უნდა, შესანიშნავი ბერდი. დიდი მადლობა თქვენ პატივცემულებო. ძალიან მაგარი სიმღერა იყო, ძალიან მაგარი სიმღერა კი უთუოდ იმსახურებს საჩუქარს და პირველ საჩუქარს ჩვენთან შემოაცუნცულებს ფაგიო. აი ეს საჩუქარი მადლობა. ჩვენიერი ფოტოლი, იყოს მე მექნება ფოტოლი და შენ გექნება ფაგების ეს შესანიშნავი ნაკრები იმისათვის რომ გაციება არ მოგეკაროს და არანაირი ინფექცია. მე მგონი თანახმა ხარ, ხო მართალია? დედამ იცის ფაგიო. და რა თქმა უნდა, ჩვენთან მოემართება ასევე საჩუქრით ლოკომოკოს ლომი. კი ბატონო. აი, ასეთი შესანიშნავი საჩუქარი, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ უხარი აპლოდისმენტები ელენე ბაბილოძეს.